ისწავლე და დასაქმდი. ასე ქვია პროგრამას, რომელსაც ქალაქ თბილისის მერია ახორციელებს. პროგრამის ახალი ეტაპი და მსურველების ონლაინ რეგისტრაცია უკვე დაიწყო, ტრადიციულად იგეგმება მოქალაქეების გადამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ კურსებზე სწავლა არის სრულიად უფასო. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩაერთოთ აღნიშნულ პროგრამაში, რომელ პროფესიულ კურსებს გაივლიან მონაწილეები და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს უკვე ჩვენი სტუმარი თბილისის მერიის კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა გაგვიზიარებს. დილა მშვიდობის. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მოგესალმებით და რო გვითხრათ ზოგადად რას ითვალისწინებს ეს პროგრამა ისწავლე და დასაქმდი. დიახ, უკვე შემოდგომაზე ტრადიციულად ჩვენ უკვე რამდენიმე წელია აღნიშნულ პროგრამას ვახორციელებთ და გვაქვს ხოლმე რეგისტრაცია. თუმცა როგორც ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე რომ განვაახლოთ ეს პროგრამები. წელს დაახლოებით 80-მდე მიმართულების პროფესია გვაქვს წარმოდგენილი, რეგისტრაციები დაიწყო. 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება რეგისტრაციები, ასე რომ ელექტრონულად ძალიან მარტივად შეუძლიათ პორტალი არსებობს დასაქმ.dj საიტზე შეგვიძლია გავიაროთ რეგისტრაცია აღნიშნულ პლატფორმაზე და მარტივად, ასე ვთქვათ, გავივლით იმ პროცედურებს, რომელიც ჭირდება პროგრამაში მოხვედრას. საინტერესოა, რამდენ მოქალაქეზეა დაუშვათ გათვლილი ეს კონკრეტული პროგრამები და ესე ვთქვათ, რამდენ კურსში თქვენ თქვით ხო 80-მდე, ხო? მეტნაკლებად დაახლოებით რას მოიცავს ეს მიმართულებები ესეც? ხო, ამ ეტაპზე რეგისტრაციის შედეგად ჩვენ მივიღებთ დაახლოებით 1500-მდე 1500 მოქალაქე, რომელიც ჩაერთვება პროგრამაში. თუმცა დავაკვირდებით მაინც რეგისტრაციის მაჩვენებლებს, იმიტომ რომ არსებობს გარკვეული მიმართულების პროფესიები, რომელზეც ხანდახან ძალიან დიდი მოთხოვნაც არის, თავად კერძო სექტორის ძალიან დიდი მოლოდინით არის ამ მიმართულებით, ეძებს კადრებს და შესაბამისად ასე რომ ვცდილობთ ხოლმე რომ რაღაც დამატებითი ადგილებიც გავაჩინოთ და მოვაგვაროთ ის საკითხი, რომ მოქალაქეების მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. მიმდინარეობს რეგისტრაცია, თვის ბოლომდე დავაკვირდებით შედეგებს და ამის მიხედვით მივიღებთ. არის მომზადებას და გადამზადებას, ეს ორი ოფციაც არსებობს? რა თქმა უნდა, პროგრამა ეხება ყველა ტიპის მიმართულების პროფესიას და ადამიანსაც, ესე იგი, აქ არის საშუალება, რომ ის ადამიანები, რომლებიც უკვე მუშაობენ გარკვეული მიმართულებით, აიმაღლონ კვალიფიკაცია და ასევე ადამიანები, რომლებიც პირველად იწყებენ რაღაც თავიანთ კონკრეტულ საქმეს, სამსახურს, გამოიმუშავონ საკუთარი ფული ახალგაზრდებმა, დამატებით სწავლის გრაფიკთან შეთავსებით, ასე რომ ყოველგვარი ხელშეწყობის საშუალება არსებობს, ვინაიდან სწავლების პროცესიც გათვლილია დროზე, რომ დამატებით სხვა მიმართულებითაც შეგვიძლია დავხარჯოთ დრო და სწავლასთან, სამსახურთან შეთავსებით შესაძლებელია ამ პროცესის წარმატება. კომფორტია ადამიანებისთვის. თუ გამოიკვეთა რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა და თუ არის სხვაობა შარშანდელსა და წლევანდელს შორის. დიახ. წელს განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ და გავზარდეთ მონაწილეთა რაოდენობა, მასშტაბი აი ამ ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, ვინაიდან ბოლო წლებში მუდმივად მზარდია მოთხოვნა ბაზარზე, რეალურად თითოეული ჩვენი საყოფაცხოვრებო პროდუქტის სერვისის გაციფრულება მიდის და ამ მიმართულებით ძალიან დიდი მოთხოვნა ბაზარზე, ჭირდებათ კადრები და ჩვენ ვცდილობთ, რომ მიმართულებით შევუწყოთ ხელი, რომელიც დაეხმარება მათ მომავალში სწრაფად ჩაერთონ თავიანთ საქმიანობაში. გარდა ამისა, დავამატეთ ახალი მიმართულებები, როგორიცაა მაგალითად ზის პანელების სპეციალისტი, რომელიც ბაზარზე ძალიან დიდი მოთხოვნადია და რეალურად საკადრო კრიზისიც არის ამ მიმართულებით და ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა და პრინციპში ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია ჩაერთოს ამ პროგრამაში. ასევე ურბანული მებაღეობა და მოკლედ ამ მიმართულებით სიახლეებით შემოგვაქვს, რომ ეს ახალი პროფესიებიც შევმატოთ, მათ შორის საიუველირო საქმე და მთელი რიგი ესეთი პროფესიები, რომლებიც გარკვეულ, ასე ვთქვათ, განსაკუთრებულად ინტერესს იწვევს კერძო სექტორისთვის, ვინაიდან ერთის მხრივ მათ ეხმარებათ როგორც ბიზნესს,
რომელიც ვითარდება და შემდგომ კვალიფიციურ კადრებზე დგას ესეთი ბიზნესი და თავად მოქალაქეებისთვის, რადგან თვით რეალიზების საშუალებას ვაძლევთ ამით. ესე იგი, როგორც მივხვდი, დამსაქმებლის მოთხოვნა რაც უფრო არის, შესაბამისად უფრო მეტად ამ მიმართულებით შეასწავლით, რომ შესაბამისად მალევე მოხდეს დასაქმება. რა თქმა უნდა, არის საბაზისო მიმართულებები, სადაც დამსაქმებელები მუდმივად ითხოვენ კადრებს, ხა ეს არის სამშენებლო სექტორი, კვების წარმოება, ამ მიმართულებით მუდმივად დიდი მოთხოვნა არის. და ამ მიმართულებით მუდმივად ვიცით, რომ გჭირდება კადრები, მაგრამ ეს ახალი მიმართულებებიც, რომელიც ასევე გამოწვევაა კერძო სექტორისთვის, აქაც ვთქვით, რომ სიახლეები შევიტანოთ. ჩვენ გვყავს დაახლოებით 15-მდე პარტნიორი ორგანიზაცია, აქ შედიან როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები, სასწავლო ორგანიზაციები, პროფესიული ორგანიზაციები, ასევე სახელმწიფო კოლეჯებიც. და ისინი თავიანთი მიმართულებით ასევე ვითარდებიან ამ პროცესში, თავიანთ საკადრო რესურსაც ასე ვთქვათ ეძლევა საშუალება, რომ ასეთი დამატებითი საქმე აიღონ, აიმაღლონ კვალიფიკაცია, სიახლეები შემოიტანონ, კონკურენციაში შევიდნენ და ეს ძალიან გვეხმარება, რომ ზოგადად ეს სექტორი განახლდეს და გაძლიერდეს. კი ბატონო, ის რა მაინტერესებს, რა კრიტერიუმები არსებობს ასეთი, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, ვისაც სურს მონაწილეობის მიღება? დიახ. ამ შემთხვევაში მთავარია რომ მოქალაქე იყოს სრულწლოვანი, იყოს თბილისში რეგისტრირებული და რა თქმა უნდა, იყოს მოტივირებული. ანუ სრულწლოვანი და მე უკვე შეუზღუდავია. ხო, ჩვენ ვცდილობთ რომ აქ არ იყოს განსაკუთრებული ბარიერები იმისათვის რომ ეს პროგრამა არის ორიენტირებული თანაბარ ხელმისაწვდომობაზე. აქ იგულისხმება როგორც ადგილზე სწავლების მეთოდი, ასევე ონლაინ სწავლების მეთოდი, ასე რომ რეალურად ყველასათვის თანაბარი ხელმისაწვდომობა. ონლაინ სწავლება შეგვიძლია ვთქვათ, რომ ემიგრანტებისთვისაც შეიძლება ან ადამიანებისთვის, ვინც არ არის საქართველოში, მათთვისაც გარკვეულწილად იყოს ერთ-ერთი ინტერესის სფერო გახდეს, ხო? ქონდა შემთხვევებიც, როცა ესეთი ჩართულობაც ქონდა. სხვათა შორის ვიტყვი, რომ ძალიან მაღალია ესეთი რეგისტრაციის პერიოდში მომართვიანობა, იმდენად მაღალი მომართვიანობა არის ხოლმე, რომ არც ვერ შევადავებ რომელიმე უმაღლესი სასწავლებლების, ასე ვთქვათ, საკონკურსო პერიოდს. ძალიან მაღალი მომართვიანობა და რა თქმა უნდა, ის შედეგები, რაც მოქალაქეებს აქვთ შემდგომ უკვე კურსის გავლის შემდგომ, ეს გვაძლევს კიდევ დამატებით мотиваციას, რომ მეტი და მეტი რესურსების მობილიზება გავაკეთოთ და მეტი ადამიანი ჩავთვით. კეთილი, რადგან ასეთი მოთხოვნა როგორც თქვენ ბრძანეთ და დიდი ესე ვთქვათ სარეგისტრაციო ციებ-ცხელება, გითხარით რა რამდენი არის ვადა იმისათვის, რომ სურვილმა დაუშვათ გაიაროს ეს სარეგისტრაციო? რეგისტრაცია გაგრძელდება 1 ოქტომბრამდე, დასაქმდიჯი ამ საიტზე შეგიძლიათ გაიაროთ ელექტრონულად ეს რეგისტრაცია. შემდგომ უკვე მოხდება ამ აპლიკაციების დამუშავება და უკვე მოქალაქეთა გადანაწილება სხვადასხვა სასწავლო ჯგუფებში. და საინტერესოა დავუშვათ წინა წლის შედეგები როგორი იყო აი ამავე მიმართულებით, რამდენ ადამიანს მიეცა შესაძლებლობა რომ გაევლო ეს სწავლება და შემდეგ დასაქმებაც როგორი გამოიკვეთა. ჩვენ ყოველწლიურად დაახლოებით 3000 ადამიანი თვის გვაქვს რესურსი იმისათვის რომ ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამაში, დაახლოებით 12000 ადამიანმა გაიარა უკვე ეს პროგრამა, რადგან რამდენიმე წელი არსებობს, ყოველწლიურად მზარდი იყო მოქალაქეთა ჩართულობა, ასევე პროფესიები და მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა დასაქმების, რომელიც დაახლოებით 75%-ია ასული. რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება ასევე ის მაჩვენებლებით, როცა მოქალაქემ თავად არის სურვა და რაიმე კონკრეტულად სხვა მიმართულებით გააგრძელა თავის საქმიანობა. ასე რომ მაჩვენებელი იმდენად მაღალია, რომ რეალურად ძალიან სწორ მიმართულებას გვაძლევს მარტივი მოქნილი მობილური მექანიზმით შეუქმნათ მოქალაქეებს შედარებით კიდევ უფრო კომფორტული გზა თავიანთ საქმიანობაში. იცით რა მაინტერესებს, რა დროს და ვადას მოიცავს ეს სწავლების პროცესი და როდის აქვს უკვე ადამიანს შესაძლებლობა რომ უკვე უშუალოდ დასაქმების ეტაპზე შეუძლია რომ დასაქმდეს. სხვა რა დროს ჭირდება იმისათვის?
აქ პროფესიები წარმოდგენილია, სხვადასხვა ვადები არსებობს, არის პროფესიები, რომელთა ათვისება ამ კუთხით კვალიფიკაციის ამაღლება შესაძლებელია 2 თვიანი კურსები გვაქვს, არის მიმართულები, სადაც 7 თვე არის ჩვენი მაქსიმალური ოდენობა, ანუ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში სპეციფიკიდან გამომდინარე ალბათ, ხო? კი, მაქსიმალურად მოკლე ვადაში, სხვადასხვა პროფესიების მიხედვით სხვადასხვა ვადები გვაქვს. მაქსიმალურად მოკლე ვადაში ვცდილობთ დავეხმაროთ მოქალაქეებს აითვისონ პროფესიები და შრომის ბაზარზე ადვილად კონკურენტულები გახდნენ და ჩაერთონ საქმიანობაში. კი ბატონო. ის გადარჩენია წარმატება გისურვოთ თქვენ და წარმატება უსურვოთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურს გადამზადეს, ახალი პროფესია შეიძინოს, კი ბატონო და მე რაც თავარია დასაქმდეს ამ ახალი პროფესიით. რა თქმა უნდა. 1 ოქტომბრამდე არის რეგისტრაციის ვადა, მაინც კიდევ ერთხელ ნამდვილად თქვენ საშუალებას. დაგემშვიდობებით თქვენ.